განმეორებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გუბერნატორებს, თვითმმართველი ქალაქების მერებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა. ისინი ნარჩენების მართვის კოდექსთან დაკავშირებით გამკაცრებული სანქციებისა და ჯარიმების შესახებ სიახლეებს გაეცნენ. კანონპროექტი მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედება. კანონპროექტით განსაზღვრული არის ნაგავსაყრელების მოწყობის ოპერირების ახალი რეგულაციები, რომლებიც აგებული არის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს. რეგულაციები, რაც დაინერგება მომავალი წლიდან შემდგომი 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მათ შორის ნარჩენების სეპარირების სისტემა, ნარჩენების ტრანსპორტირების, მოვლა-აღდგენის, დამუშავების ის სისტემა და მექანიზმები, რომელიც კანონპროექტით არის განსაზღვრული. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომავალი წლიდან იწევს ქუთაისის ნაგავსაყრელის მშენებლობას, რომელიც თანხმდარში არის სწორედ ახალ კოდექსთან და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ კოდექსი სწორედ დამახდეს რეგულაციას თითოეული მუნიციპალიტეტისათვის, როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების მართვა დაწყებული სეპარაციიდან დამთავრებული მის გადამამუშავებამდე.